Makroekonomიკური პარამეტრები და ეკონომიკური ზრდის ტემპი. ორჯერ გაზრდილი ინვესტიციები და ექსპორტის რეკორდული მაჩვენებელი. Როგორი იყო 2025 წელი საქართველოს ეკონომიკისთვის და რამდენად შენარჩუნდება მაღალი ეკონომიკური ზრდა ქვეყანაში მომავალ წელსაც. სწორედ ამ თემებზე ვისაუბრებთ ჩვენ სტუმართან, ფინანსთა მინისტრის მოადგილესთან, მიხეილ დუნდუასთან ერთად. მოგესალმებით ბატონო მიხეილ. მოგესალმებით. სტუმრობისთვის. ბატონო მიხეილ, წლის შეჯამება მოდით გავიწყოთ უახლესი ინფორმაციით. გუშინ საქსდატმა გამოაქვეყნა საგარეო ვაჭრობის მონაცემები, საიდანაც ირკვევა, რომ ექსპორტი რეკორდულად 6 მილიარდ 600 მილიონამდე გაიზარდა. სხვათა შორის ეს გასული წლის ჯამურ მაჩვენებელს უკვე გაუტოლდა ეს მაჩვენებელი და როგორ შეაფასებდით ექსპორტის რეკორდულ ზრდას, რამდენად მნიშვნელოვანია ზოგადად ქვეყნის ბიზნეს სექტორის მსგავსი წარმატება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის და უნდა ველოდოთ თუ არა მომდევნო წელს უარყოფითი სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესებას გამომდინარე იქიდან, რომ ექსპორტი მნიშვნელოვნად იზრდება. მადლობა, რა თქმა უნდა, ეს ძალიან პოზიტიური ტენდენციაა. სარეკორდო დონეზეა გაზრდილი ექსპორტის მაჩვენებელი, როგორც თქვენ კარგად აღნიშნეთ, თვის მაჩვენებელი 782 მილიონ დოლარზე მაღალი იყო ექსპორტისა, რაც ორჯერ მაღალია, ძალიან მაღალი მაჩვენებელია, ორჯერ მაღალი არ არის, მაგრამ ძალიან მაღალი მაჩვენებელია და არც ერთი თვის, არც ერთ თვეში, არც ერთ წელიწადს, არც ერთ თვეში არ ყოფილა ასეთი მაღალი მაჩვენებელი. გაურმაგდა თითქმის ინვესტიციების მაჩვენებელი კვარტალური, ეს იყო მნიშვნელოვანი პოზიტიური სიგნალი, მაგრამ რაც შეეხება ექსპორტს, ექსპორტი არის ძალიან გაზრდილი და იზრდება მაჩვენებელი. ჩვენ მივდივართ იმ ეტაპისაკენ, რომ თანდათანობით ქვეყანა გახდეს პროფიციტული ეკონომიკა. ეს რა თქმა უნდა წელს ვერ მოხდება, რამდენიმე წელი დაჭირდება. შეიძლება 2030 წლის იყო შესანიშნავი დრო, რომ საქართველო გახდეს პროფიციტული ეკონომიკა, რაც გულისხმობს იმას, როცა საქონლის და მომსახურების ექსპორტი გადააჭრბებს საქონლის და მომსახურების იმპორტს და ჩვენ გვექნება წმინდა ექსპორტი დადებითი ნიშნით და ჩვენ პროფიციტული ეკონომიკა შევექმნებით. იზრდება საქონლის ექსპორტი და იზრდება მომსახურების ექსპორტი. განსაკუთრებით იზრდება ისეთი მიმართულება, როგორც ტურიზმი, მნიშვნელოვნად იზრდება საინფორმაციო ტექნოლოგიებთან დაკავშირებული მომსახურების ექსპორტის მაჩვენებელი და თანდათანობით ქვეყანა მიისწრაფვის იქითკენ, რომ გახდეს პროფიციტული. ასე რომ ექსპორტის მაღალი მაჩვენებელი, რომელიცაა დაფიქსირებული, საქონლის ექსპორტის მაღალი მაჩვენებელი, რომელიც დაფიქსირდა, რაც გუშინ გამოქვეყნდა, არის კარგი სიგნალი იმისთვის, რომ ქვეყანა აჩვენოს პროფიციტი მომდევნო წლებში. კი ბატონო, ექსპორტის პარალელურად შევეხოთ ინვესტიციებს. მაღალი ეკონომიკური ზრდის მიუხედავად ინვესტიციები იყო ერთ-ერთი გამოწვევა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის. გამომდინარე იქიდან, რომ ან შემცირება ჰქონდა ხოლმე გარკვეულ კვარტალებში ან წლიურად, ან მცირედით ზრდა. თუმცა მიმდინარე წლის მესამე კვარტალი ამ კუთხითაც იყო გამორჩეული, ორჯერ გაიზარდა ინვესტიციების მოცულობა. საინტერესოა, რა ფაქტორებმა განაპირობა ინვესტიციების ზრდა და ასევე როგორია თქვენი მოლოდინი. მომდევნო წელს თუ შენარჩუნდება მაღალი ინვესტიციები ჩვენს ქვეყანაში. დიახ, გაიზარდა და როგორც აღნიშნეთ, გაორმაგდა მაჩვენებელი. წლიური გაანგარიშებით კვარტალური შედეგი და 1,3 მილიარდი დოლარის არის 9 თვის მაჩვენებელი. ჩვენ ვფიქრობ, რომ დაახლოებით 2 მილიარდი დოლარის ოდენობით იქნება წლიური მაჩვენებელი პირდაპირ უცხოური ინვესტიციებისა და ბუნებრივია ეს დასგანახობს წარმოიდგინეთ იმ ფონზე, როდესაც უკვე დიდ ინვესტიციებს 6 მილიარდიანი ინვესტიციას ველოდებით, ხო? მნიშვნელოვანს საქართველოში. და ამ ფონზე პირდაპირ უცხოური ინვესტიციების მატება ბუნებრივია მთლიანი ინვესტიციების მოცულობას მნიშვნელოვნად გაზრდის და მთლიანი ინვესტიციები არის ამოსავალი წერტილი, როგორც პირდაპირ უცხოური, ისე ადგილობრივი, ისე პორტფელური, როგორც უცხოური ადგილობრივის ჯამი. ეს სავალუტო ფონდის პროგნოზს თუ შევხედავთ ჩვენ, მთლიანი ინვესტიციების მაჩვენებელი 2025-30 წლებში 22-25%-მდე უნდა იყოს ეკონომიკის. თუ გადათავნით ამერიკულ დოლარში, ეტაპობრივად გაიზრდება და მთლიანი ინვესტიციები გახდება ჯერ 8 მილიარდი, მერე 9, შემდგომ 10 და 12 მილიარდი დოლარის ოდენობით და შეიძლება უფრო მაღალიც კი იყოს 2030 წლის ჩათვლით ეს მაჩვენებელი წლიური თვალსაზრისით, რაც ბუნებრივია შექმნის ნაყოფიერ ნიადაგს იმისათვის, რომ ქვეყანა განვითარდეს ძლიერად და ფუნდამენტურად იყოს მოძლიერებული ვიდრე დღეს არის თუნდაც. კი ბატონო, მოდით მე მინდა გითხოთ საინვესტიციო დარგებთან დაკავშირებითაც, რადგან ინვესტიციებზე ვსაუბრობთ, თქვენ ახსენეთ ნამდვილად მასშტაბური ინვესტიცია, რომელიც ძირითადად უძრავ ქონებაზე იქნება მიმართული, მაგრამ ის ბუნებრივია სხვა ეკონომიკურ დარგების განვითარებასაც შეუწყობს ხელს. გარდა ამისა, რომელი დარგებია განსაკუთრებით საინტერესო და მიმზიდველი დღეს და ასევე რომელი იქნება საინტერესო მომდევნო წელს
განუცხოელი ინვესტორებისთვის, იმისაც რათა იქ ინვესტიციების მოცულობა გაიზარდოს. ძალიან მნიშვნელოვანია ეს პროექტი, რომელსაც ორხვი მნიშვნელობის სტატუსი მიეცა ევროკავშირის მხრიდან, გულისხმობს შავი ზღვის დამაკავშირებელ, ასე ვთქვათ, ელექტრომაგისტრალს, კაბელს, რომელიც მნიშვნელოვან პოტენციალს ქმნის არა მხოლოდ საქართველოსებს, არამედ მთელი ევროკავშირის მასშტაბით ენერგოდამოუკიდებლობისა და განვითარების კუთხით. ბუნებრივია ესეთი მნიშვნელოვანი პროექტი ენერგეტიკის სფეროში და მასთან მომიჯნავე სფეროში გააძლიერებს ინვესტიციების მაჩვენებლებს, ეს სამშობლო მიმართულებით, ისე სხვა მიმართულებითაც აისახება დამატებითი ეფექტი იქნება, რა თქმა უნდა. ხომ, ენერგეტიკის სფეროს სხვა სფეროების განვითარებაც მოყვება, მაგრამ ენერგეტიკის სფეროში ინვესტიციების მოზღვავება ეს უნდა იყოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნიშა შემდგომ წლებში და ველოდებით ამ მიმართულებით ინვესტიციების გაძლიერებას. საქართველოს უნდა გახდეს თვითკმარი ენერგორესურსების მოპოვებისა თუ ასე ვთქვათ მოხმარების თვალსაზრისით და საბოლოო ჯამში ეს ბუნებრივია ეკონომიკურ ზრდას კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს და საინვესტიციო პროცესს ყველა მიმართულებით გააძლიერებს. ტურიზმი ძალიან სერიოზული ნაბიჯებით მიდის წინ, სახელმწიფო თუ შევხედავთ ჩვენ საშუალო ხელფასის მატება, მნიშვნელოვანია საშუალო ხელფასის მატება 30%-იანი მოხდა მაგალითად ახლა რაც გამოქვეყნდა ბოლო მონაცემი სამთო და კარიერის მოპოვების სექტორში მნიშვნელოვნად გაიზარდა, მშენებლობაში 5% და საშუალო ხელფასი გაზრდილი, ხო? მთლიანობაში 10%-იანი ზრდა არის საშუალო ხელფასის. ასე რომ დარგები, სადაც იზრდება საშუალო ხელფასის მაჩვენებელი, ბუნებრივია უფრო მეტ პერსპექტივას ამჟღავნებს და შესაბამისად საინვესტიციო პროცესებიც ალბათ დაჩქარდება ამ მიმართულებით. კი ბატონო, ეკონომიკური ზრდა ვახსენეთ რამდენჯერმე და ბუნებრივია ეკონომიკურ წელს ვერ შევაფასებთ თუ არ ვისაუბრებთ ეკონომიკურ ზრდაზე და ზრდის ტემპზე. ამ კუთხით ბოლო წლები იყო გამორჩეული ჩვენი ქვეყნისთვის და მუდმივად ორნიშნა ან ორნიშნასთან ახლო ეკონომიკური ზრდა ჰქონდა. წელს სავალუტო ფონდი და მთავრობა ელის რომ დაახლოებით 7.2%-იანი ეკონომიკური ზრდა იქნება ქვეყანაში. თუმცა მაჩვენებლები კიდევ უფრო უკეთესია. როგორია თქვენი მოლოდინი ეკონომიკური ზრდის ტემპთან დაკავშირებით და ასევე გარდაწლევანდელისა მომდევნო წელს თუ ერით რომ მაღალი ეკონომიკური აქტივობა და ზრდის ტემპი შენარჩუნდება? წელს ეკონომიკური ზრდა 7-8%-ის დონეზე უნდა იყოს და მომავალ წელსაც გაიზრდება. ბუნებრივია ჩვენ ფრთხილი მიდგომა გვაქვს და ჯობია დაწნეხილი, ასე ვთქვათ, ფრთხილი პროპოტენციული მაჩვენებელი დავისახოთ საპროგნოზო, როცა ბიუჯეტს გეგმავთ და მას ვასრულებთ და შემდგომ ეკონომიკური ზრდის დაჩქარების ტემპის მიხედვით დავაკორექტირებთ, ხო? უფრო სწორი მიდგომაა ამიტომაც, მაგრამ თუ შევხედავთ ჩვენ პრაქტიკას, მთელი ამ წლების განმავლობაში ჩვენ გვქონდა უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა, ვიდრე ფრთხილი პროგნოზი სავალუტო ფონდისა, ან თუნდაც მთავრობის, რომელიც ასე უყურებს საკითხს, იმიტომ რომ ბიუჯეტი დასაგეგმია სწორად და მაქსიმალურად ფრთხილი გათვლით. რაც შეეხება ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს, დოლარში მაგალითად წელს ჩვენ გვექნება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. დოლარში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა იქნება და გადააჭარბებს $10,000 ერთ სულ მოსახლეზე მთლიანში პროდუქტის მაჩვენებელი. ჩვენ ვართ იმ მიმართულებით, რომ 2030 წლისთვის გავხდეთ მაღალშემოსავლიანი ქვეყანა. და ჩვენ 2030 წლისთვის ნამდვილად გავხდებით მაღალშემოსავლიანი ქვეყანა და საბოლოო ჯამში ეს რას გამოიწვევს? გამოიწვევს იმას, რომ კეთილდღეობის დონე იქნება შესადარი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეკონომიკებისა და ყველაზე მზად ვიქნებით ინტეგრაციისათვის სტრუქტურაში. კი ბატონო, ასევე მნიშვნელოვანი არის აქ ეკონომიკის ზომა, ხო, რომელიც პირველად გაუტოლდება 100 მილიარდ ლარს. რამდენად მნიშვნელოვანი არის ეს ფაქტორი და რა შესაძლებლობებს აძლევს ჩვენს ქვეყანას? რა თქმა უნდა, მასშტაბური ეკონომიკა ბუნებრივია დიდი ინვესტიციების მოზიდვის მნიშვნელოვანი წინაპირობა, რაც უფრო დიდია ეკონომიკა, უფრო მაღალია დაინტერესება ბიზნეს წრეების მხრიდან იმისათვის, რომ აქ მოხდეს ინვესტიციების განხორციელება, გახდეს მნიშვნელოვანი პლაცდარი რეგიონალური განვითარებისათვის და საბოლოო ჯამში მაღალი ეკონომიკური ზრდა და მასშტაბური ეკონომიკა გააძლევს ბედ თავისუფლებას ბიზნეს მოქმედებისათვის. საუკეთესო ლოკაციადაა დასახელებული საქართველოს სავალუტო პროცესორებს სოფლიო ბანკის ბიზნეს მზაობის ინდექსის მიხედვით საუკეთესო ლოკაციად საქართველოა მიჩნეული და შესაბამისად თუ კი საუკეთესო ლოკაცია არის საქართველოს მასშტაბური ეკონომიკით, როცა მასშტაბებს გავწით ეკონომიკისა, მაღალი ეკონომიკური ზრდით, უფრო მეტ ინვესტიციას მოვიზიდებთ და ეს ბუნებრივია ისევ დააჩქარებს ეკონომიკურ ზრდას. კი ბატონო, ეკონომიკურ ზრდაზე საუბრისას საზოგადოებაში მუდმივად არის ხოლმე ერთი აქტუალური კითხვა. როგორია ეკონომიკური ზრდის გადაცემა მოსახლეობაზე და საზოგადოებაზე? მოდით ამ მაჩვენებლებსაც შევეხოთ. იქნება ეს სიღარიბე, იქნება ეს უმუშევრობა თუ საშუალო ხელფასის მაჩვენებელი, რომელზეც თქვენ გარკვეულწილად ისაუბრეთ. რა გავლენა მოახდინა აქამდე არსებულმა მაღალმა ეკონომიკურმა ზრდამ ჩვენს მოსახლეობაზე და ასევე თქვენ ახსენეთ, რომ მაღალშემოსავლიანი ქვეყანა გახდება 2030 წლისთვის დაახლოებით საქართველო. ეს ყველაფერი რა
ასახვას პოვებს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაზე და მათ სოციალურ მდგომარეობაზე. ეკონომიკური ზრდა ნიშნავს იმას, რომ ეს ბუნებრივი აისახება უმუშევრობის შემცირებაზე, ეს ბუნებრივი აისახება შემოსავლების, საშუალო შემოსავლების მატებაზე, მოსახლეობის სყიდველუნარიანი შემოსავლის მატებაზე. და პროგნოზები, რომელსაც აქვს სავალუტო ფონდს და არა მხოლოდ ჩვენ და მას დიდ ძლიერი გუნდი ითulis იმისათვის, რომ შეადაროს სხვა ქვეყნები ერთმანეთს, საქართველოს სყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით ეკონომიკის ერთ სულზე მნიშვნელოვან ზრდას აჩვენებს და მნიშვნელოვნად გაიზრდება 2025-2030 წლების ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 2024-30 წლების ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ერთ სულზე სყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით არის საქართველოს არის პირველ ადგილზე ევრაზიაში. ანუ ეს რას ნიშნავს? ისე თქმა მინდა, რომ ეკონომიკური ზრდა მის სყიდველუნარიან გაუმჯობესებას განაპირობებს, ეს მოსახლეობის შემოსავლების მატების წინაპირობაა, ეს ნიშნავს სიღარიბის შემცირებას და ის ნიშნავს უმუშევრობის შემცირებას. ჩვენ ვართ მივიდივართ იქითკენ, რომ რამდენიმე წელიწადში უმუშევრობა გახდეს ერთნიშნა და სიღარიბე როგორც პრობლემამ არსებობა შეწყვიტოს. 2030 წლისთვის სიღარიბე როგორც პრობლემა არ იარსებებს. კი ბატონო და ბოლოს აუცილებლად მინდა გკითხოთ ლარის კურსზე. ლარი ერთგვარი ბარომეტრია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის და წლის დასაწყისში გარკვეული ჯგუფები და სკეპტიკოსები საუბრობდნენ, რომ რყევები იყო მოსალოდნელი 2025 წელს და სავალუტო რეზერვები შემცირდებოდა. თუმცა სურათი არის აბსოლუტურად განსხვავებული და ლარმაც სტაბილურობა შეინარჩუნა, ხოლო სავალუტო რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა. როგორ მოვახერხეთ ამის მიღწევა? გაზრდილია თუ არა ლარის მიმართ ნდობა და უნდა ველოდოთ თუ არა, რომ ლარი იქნება სტაბილური მუდმივად უკვე და მის მიმართ მაღალი ნდობა ექნება საზოგადოებას და ბიზნეს სექტორს. დაგეთანხმებით, რა თქმა უნდა, ექნება მაღალი ნდობა, იმიტომ რომ ეკონომიკა ავლენს ძალიან კარგ ტონებს აჩვენებს მაღალი ეკონომიკური, თუმცა მაღალი ეკონომიკური ზრდა არის. როდესაც ვხედავთ, რომ საბიუჯეტო პარამეტრები არის წესრიგში, როდესაც საერთაშორისო ფონდი და საერთაშორისო ინსტიტუტები აჩვენებენ, რომ საქართველოს მოვლის მაღალი ეკონომიკური ზრდა გამორჩეული რეგიონში, ბუნებრივია ეს როგორც ფსიქოლოგიურად, ისე რეალურ გავლენას ახდენს ლარის კურსზე და აქ საინვესტიციო ნაკადების გაძლიერებას, ფულადი ნაკადების შემოქმედების გაძლიერებასაც იწვევს და საბოლოო ჯამში ლარის გამყარების მნიშვნელოვანი ფაქტორია და ლარი გამყარებულია. ლარი არის სტაბილური და საბოლოო მომავალი წლისთვის და შემდგომ წლებში ჩვენ ველოდებით სტაბილურ ლარს, ძლიერ ეკონომიკას, მაღალ ეკონომიკურ ზრდას და შემოსავლების ზრდას, როგორც უცხოურ ვალუტაში გადათარგმნით, ასე ვთქვათ, ამერიკულ დოლარში, ისე ბუნებრივია ეროვნულ ვალუტაში და საბოლოო ჯამში ეს მოსახლეობის კეთილდღეობის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას განაპირობებს. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა ბატონ მიხეილ გადაცემაში სტუმრობისთვის. მიხეილ დუნდუა, ფინანსთა მინისტრის მოადგილე იყო ჩვენი სტუმარი.